გუდაურში სათხილამურო სეზონი დღეს ოფიციალურად იხსნება. დამსვენებლებს გუდაურში 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და 3 ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ. მეტ დეტალს მარიამ ლორდქიფანიძე გვეტყვის, ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. Სამთრის ტურისტული სეზონი გუდაურში ოფიციალურად და საზეიმოდ ზუსტად 2 საათზე გაიხსნება და სწორედ აქედან აიღებს სტარტს სამთო სათხილამურო კურორტების სეზონი, როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე. 4-ვე კურორტი უკვე მზად არის ინფრასტრუქტურულად, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ დამსვენებლებს ელოდებიან სამთო სათხილამურო კურორტებზე. გუდაური დამსვენებლებს სიახლეებით ხვდება 2 ახალი საბაგირო და რამდენიმე სასრიალო ტრასა არის მოწყობილი. გუდაურში დღეს ღონისძიების ოფიციალური გახსნის შემდეგ კურორტზე დაგეგმილი არის არაერთი გასართობი ღონისძიება. ექნება ღონისძიებები, სადაც როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ მოთხილამურეებსა და მოგზაურებს ვუმასპინძლებს, სადაც იქნება ბავშვების გასართობის სივრცე, მოგვიანებით იქნება კონცერტი და დიჯეი. ზოგადად ძალიან ადრე კარგ დროს, ასე ვთქვათ, შევძელით სამთრის სეზონის გახსნა, ვინაიდან თოვლი ადრე მოვიდა. 4-ვე სამთო სათხილამურო კურორტზე ძალიან კარგი მდგომარეობაა თოვლის თვალსაზრისით, მზადება მიმდინარეობს, ტრასები მზად არის. შესაბამისად, ყველა კურორტზე შევძლებთ, რომ მოთხილამურეებს ვუმასპინძლოთ. სიახლეები გვაქვს გუდაურში ინფრასტრუქტურის ნაწილში 2 ახალი საბაგირო კომპლექსი დაემატა გუდაურს, ასევე 70 კილომეტრიან არსებულ ტრასებს დაემატა 6 კილომეტრი ტრასები სრულიად ახალ არეალში. ჩვენ გვაქვს საზეიმო გახსნა დღეს, ყველას მოუწოდებთ რომ ამოძანდეთ. ასევე საერთაშორისო ღონისძიებების ნაწილში საკმაოდ ატვირთული წელი გვაქვს. ვიწყებთ ბაკურიანით უკვე 22 დეკემბერს. ზამთრის სამთო სათხილამურო კურორტები ოფიციალურად დღეს იხსნება. ზამთრის კურორტები ელოდება ყველას, ვისაც უყვარს ზამთარი, თოვლი და რაც ყველაზე მთავარია, თხილამურებით სრიალი.